თუ ჩემსავით გიყვარს შაშხი და შეხვდა ეს ვიდეო, ძალიან გაგიმართლა. რადგან ამ ვიდეოში გაჩვენებ სახში როგორ მოამზადო მოხარშული შაშხი და ძეხვი. ერთხელ მეგობართან ერთად მაღაზიაში ვიყიდეთ ძეხვი და მივეცით გარეთ დგომ ძაღლს. ძაღლმა არ შეჭამა ის ძეხვი და ძალიან ამაფიქრა მერე. თუ ქუჩი ძაღლი არ შეჭამა ის ძეხვი, რა იქნება შეგნით, რისგან კეთდება? ბევრი გადავიკითხე, ბევრი ვეძებ ინტერნეტში და გადაწყვიტე, რომ ჩემი დამეწყო გაკეთება. ყველაზე მარტივი აღმოჩნდა ბასტურმა, რითაც დავიწყე. საქონლის და ქათმის ბასტურით. მაგრამ სულ მინდოდა ძეხვის გაკეთება და ძეხვისთვის საჭირო ინგრედიენტი ნიტრიტის მარილი საქართველოში ვერ ვიშოვე. მერე მეგობრებმა გამომიგზავნეს საზღვარგარეთიდან და დავიწყე ძეხვის გაკეთება. ეხლა კი დავიწყე ბეკონის და მოხარშული შაშხის მომზადება. ეხლა გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ და ასევე თუ დაგაინტერესებთ, დაგეხმარებით ნიტრიტის მარილის შეძენაში. შაშხისთვის მე ვყიდულობ ღორის კარიიკას, ეგრეთ წოდებულს და ვიღებ მხოლოდ უცხიმო ხორცს. თქვენ კი შეგიძლიათ ნებისმიერი ნაჭერი აიღოთ. სასურველი ხორცი გარეცხეთ, გაამშრალეთ და აწონეთ. წონა უნდა იცოდეთ ზუსტი, რომ გათვალოთ რამდენი მარილი დაგჭირდებათ, როგორც სუფრის, ასევე ნიტრიტის. 1 კილო ხორცზე სჭირდება 10 გრამი ნიტრიტის მარილი და 10 გრამი სუფრის მარილი. 1 ან 2 გრამით მეტს თუ იზავთ, დიდი პრობლემა არ არის. თავარია ძალიან ბევრი არ გააკეთოთ. შემდეგ კარგად შეზილეთ ხორცში ეს მარილი, კარგად შეფუთეთ და შეინახეთ მაცივარში 5 დღით. ბეკონზეც ანალოგიურად. უბრალოდ მარილს ვუმატებთ შაქარს. ბეკონისთვის ვიყენებ ღორის მუცლის ნაჭერს, სადაც ქონი და ხორცი ერთმანეთს ენაცვლება. ასე შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი სუნელების დამატება. ეს არ არის პრობლემა. და ზევიდან ვადებ წიწაკას. შემდეგ კარგად შევფუთავ და მაცივარში 5 დღით. და რა სუნელები, ეს მხოლოდ თქვენ გემოვნებაზე არის. 5 დღის მერე კარგად გამოვრეწოთ ხორცი, რომ მოვაშოროთ ზედმეტი ნიტრიტის მარილი, რაც ხორცმა ვერ შეიწოვა. გავამშრალოთ და მოვავზადოთ ახალი სუნელების ნაკრები. მე კიდევ ვეძებ იდეალურ სუნელების კომბინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ვიყენებ წიწაკას, პაპრიკას, პირპილს, ცოტა მარილს, ნიორს, ხმელი სუნელი და ხანდახან ბალახებს რაღაც ვუმატებ. პლუს იმაში არის, რომ შენ როცა აკეთებ სახში, შენ შეგიძლია დაამატო ნებისმიერი სუნელი შენი გემოვნებით, რაც შენ გესიამოვნება. როცა შევზელავ სუნელებს ყველა მხრიდან, მე ვუმატებ კიდე ბარბეკიუ სოუსს. ეს თავის არომატს აძლევს. შემდეგ შევფუთავ გამოსაცხობ ქაღალდში და შევდებ ღუმელში 90 გრადუსზე. შაშხი და ძეხვი ითვლება მზად, როცა ხორცის ტემპერატურა ავა 70 გრადუსზე. მე ამისთვის ვიყიდე ასეთი სპეციალური თერმომეტრი. მაგრამ თუ არა გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ დანიშნოთ დრო. ამას სჭირდება დაახლოებით 4 საათი. დამოკიდებულია ხორცის სისქეზე. როგორც კი ტემპერატურა ავა 70 გრადუსამდე, ან გავა 4 საათნახევარი, გამოიღეთ ხორცი, გააცივეთ და მიირთეთ. და ნახეთ რა ნაჭერი არის, რა ლამაზი ხორცი არის. მაღაზიაში შეიძლება იპოვოთ მასეთი, მაგრამ თქვენი გაკეთებული სულ სხვა არის. თქვენ თვითონ შეარჩევთ თქვენ სასურველ გემოს. ასევე ბეკონიც, შეხედეთ რა ლამაზი არის. გემოზე ეს ხო საერთოდ სხვა თემა არის. ახლა კი დავუბრუნდეთ ძეხვებს. ძეხვი შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ხორციდან, რაც გაგიხარდებათ. ქათამი, ინდაური, საქონელი, ღორი, ან თუნდაც შეგიძლიათ შეუღრიოთ თქვენი გემოვნების და მიხედვით. ამისთვის სასურველი ხორცი გაატარეთ ხორცმანქანაში. ან შეგიძლიათ ნახევარი გაატაროთ და ნახევარი წვრილად დაჭრათ, რომ ძეხვს ჰქონდეს ლამაზი ხორცის ნაჭრები, როცა დაჭრით. შემდეგ დაამატეთ სუნელები, ნებისმიერი თქვენი გემოვნებით და მარილი, ნიტრიტის და სუფრის 10 გრამი თითო კილო ხორცზე. შემდეგ შევინახოთ მაცივარში 1-2 დღით. მერე მოვათავსოთ ფარში ძეხვის გარში. მე გამოვიწერე ჩემთვის 40 მმ-იანი საკვები პლასტიკის გარსი. ჩემი გამომხედიდან სწორედ საკმარისი არის ძეხვისთვის. მაგრამ თქვენ თუ გენებავთ, შეგიძლიათ იყიდოთ უფრო დიდი გარსი. როცა მოათავსებთ ხორცს გარში, 1-10 წუთით დაასვენეთ ხორცი.
ამ დროს გააცხელეთ ღუმელი 80-90 გრადუსი, როგორც შაშხზე. და ასევე დაველოდოთ სანამ ტემპერატურა ავა 70 გრადუსამდე. ძეხვის შემთხვევაში დაახლოებით 1 საათში ძეხვის ქვეშ უნდა დავდოთ პადონი ადუღებული წყლით და რომ მომზადდება, ანუ ავა 70 გრადუსამდე ან 4 საათის შემდეგ ეგრევე ცივ წყალში უნდა გავაცივოთ. შევინახოთ მაცივარში და მეორე დღეს მივირთვათ. ხო მარტივად კეთდება დამეთანხმდით. და რაც თავად შეგძლეთ ამამად მისცეთ ბავშვებს, რადგან თქვენ თვითონ იცით, რისგან შეგდგება თქვენი შაშხი ან ძეხვი. ჩემ პატარას ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული. ეს რეცეპტები და უამრავი სხვა რეცეპტებს თქვენ ნახავთ ჩვენ არხზე. გამოიწერეთ YouTube-ზე, TikTok-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.